ჩვენ სხვა საქართველო გვინდა. საქართველო უკვე მრავალი წელია ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავს. დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკები, დაზიანებული დემოკრატიული ინსტიტუტები, დამცირებული ადამიანური ღირსება და უპერსპექტივობის განცდით სავსე საზოგადოება. გვჭირდება სხვა საქართველო. არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფასეულობებით, მმართველობით სტილით და პოლიტიკური ეთიკით. დღეს პროტესტი ერთგვარ მექანიკურ იმპულსადაა აქცეული, ემოციური აფეთქება, კონკრეტულ უსამართლობაზე, რომელსაც არ ახლავს მკაფიო ხედვა და პოლიტიკური მოთხოვნები. სწორად ჩამოყალიბებული სამოქალაქო პროტესტი უნდა ითვალისწინებდეს, რას ვაპირებთ და რატომ. რა არ კეთდება სწორად საზოგადოების, ხალხის კეთილდღეობის კუთხით, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენი პროტესტით ერის ცხოვრების მაჯისცემა უნდა იგრძნობოდეს და არა პოლიტიკურ პარტიათა დივიდენდების მიღება. რას ვითხოვთ კონკრეტულად ხელისუფლებისგან? იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ფორმალურად ჩვენი ხალხის მიერ არის არჩეული და ვისი ხელფასიც სწორედ ჩვენი დაქირავებულების, მეწარმეების, პენსიონერების თუ სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება. ქვეყნის ბიუჯეტი არ არის არავისი, სათავისო ჯიბე. ის ხალხის საკუთრებაა და მისი სწორად ხარჯვის კონტროლის უფლება პირდაპირ ეკუთვნის ჩვენს ხალხს. ჩვენ, როგორც სუვერენული ერის მოქალაქეებს, გვაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ ვიდგეთ ბიუჯეტის ხარჯვის, პოლიტიკის წარმართვისა და მმართველი წრეების პასუხისმგებლობის სადარაჯოზე. მაგრამ სანამ საზოგადოების პროტესტი არ იქცება გააზრებულ მოქალაქეობრივ პოზიციად, სანამ მოთხოვნები არ ჩამოყალიბდება რაციონალურად, მკაფიოდ, სამართლებრივად, დასაბუთებულად და მორალურად გამართული ენით, მანამდე გვეყოლება პოლიტიკური ელიტა, რომელიც ერთმანეთს მორიგეობით პინგ-პონგს ეთამაშება და ჩვენ კი მოქალაქეები ვართ ამ თამაშის მაყურებლები. ქვეყანა არ არის არც ივანიშვილი და არც მელია ხაზარაძე გახარია და სხვა პარტიათა განშტოებები თავიანთი ლიდერებით. ქვეყანას სახელმწიფოს ქმნის ერი, ხალხი და ეს ჩვენ ვართ ქართველები. მისი უდიდებულესობა ქართველი ერი. რა ბრწყინვალე გამონათქვამია, არა? ხო და დღეს ამ ქართველ ერს ანადგურებენ. დიახ, ანადგურებენ. ისევ ჩვენივე ხელით მიდის ქართველი ერის განადგურება, ერთმანეთთან ბრძოლით, დემოგრაფიული ფონის შეცვლით, ქართველების გადინებისა და უცხოელების უკონტროლო შემოდინებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ოცნებას თუ ოპოზიციას. უმეტესობა იმედით, გამჭრიახობით აფასებდა, რომ უკეთესი მმართველობა, მართვის სტილი ექნებოდათ ხელისუფლებაში მყოფებს. პატივისცემა ექნებოდათ საზოგადოების მიმართ. რეალურად კი მივიღეთ პოლიტიკური კლასის სრული კრახი. შიგნით კლანური დაპირისპირება, გარეთ საერთაშორისო იმიჯის ნგრევა და მთავარ ტრიბუნებზე იმ ადამიანების ბატონობა, ვინც დაკარგა საზოგადოებრივი ნდობა. ამ ყველაფერს კი თან ერთვის პარადოქსული მდგომარეობა. ქვეყანა, რომელიც იძახის, რომ დემოკრატიულია, ვერ პოულობს ავტორიტეტურ ღირსეულ ლიდერს, არც მმართველ პარტიაში და არც ოპოზიციაში. დღეს ოცნებისთვის ავტორიტეტი არაა ინსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც კულისებიდან მოძღვრავს მისივე ხელდასმულ ბიჭებს, ვინც მისი სახელით მოქმედებენ, მისი რჩევებით მუშაობენ, ლობისტები თუ ფინანსური ჯგუფები. ეს არის დემოკრატია, ეს არის სახელმწიფო მართვა, ხალხის სახელით და ხალხის ინტერესებისათვის. ეს ერთპიროვნული დიქტატურაა. ქვეყანას ჭირდება ავტორიტეტული, განათლებული და ეთიკურად სუფთა ლიდერები. რეალური პოლიტიკური გუნდები, რომლებიც პასუხისმგებლობით უდგებიან მმართველობას. დამოუკიდებელი სასამართლო და მედია და რაც მთავარია, ისეთი არჩევნები, რომელშიც არ იქნება გაყალბება, ძალადობა, შანტაჟი, კარუსელები და სიცრუის კამპანიები. პოლიტიკური კრიზისი ეს ჩვენი სარკეა. მთავარია მივხვდეთ, რომ არც ერთი ამ წარუმატებლობისაგან ჩვენ საზოგადოება არ ვართ გამიჯნულები. ეს მდგომარეობა ჩვენი ერთობლივი დაუფიქრებლობის, გულგრილობის და დაშლის შედეგია. როდესაც ვუყურებთ
როგორ ისაკუთრებენ ბიუჯეტს, როცა ვხედავთ, როგორ იკანონებენ მაღალ ხელფასებს 17,000, 20,000-ის ოდენობით, ითვისებენ პრემია დანამატებს, აყალბებენ ტენდერებს, მაშინ, როდესაც ხალხის კუთვნილი შრომის ანაზღაურება წარმოადგენს 600-700 ლარს. პენსიები კი 350-450 ლარს და დიდი სიამაყით გვეუბნებიან, რომ 35 ლარით მოუმატეს პენსიას. ეკონომიკური ზრდის არნახული შედეგი აქვს ქვეყანას და ხალხის ჯიბეს არ ეტყობა უკეთესობა. როდესაც უამრავ ოჯახში მაცივარი თითქმის ცარიელია, უამრავ ადამიანს საარსებო პროდუქცია და წამალზე წვდომა არ აქვს. ნახევრად შიმშილშია ერის დიდი ნაწილი და გარბის ქვეყნიდან თვით გადარჩენის მიზნით. როდესაც მეცნიერი, პოეტი, მწერალი, ხელოვანი, ექიმი და სხვა სულ სხვა რეალობაში ცხოვრობს. უწევს დახმარების მოლოდინში შიმშილის ზღვარზე არსებობა და საზოგადოების რეაქცია ამაზე ნულია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მონაწილეობთ ამ სისტემის მდგომარეობაში და ვუხანგრძლივებთ მათ არსებობას. სხვა საქართველო არ გაჩნდება სხვანაირი ხალხის გარეშე. სხვა საქართველო არ აშენდება ხისტი ლიდერების მოლოდინში. ჩვენ თვითონ უნდა ავაშენოთ ის სახლი, ქვეყანა ახალი ღირებულებებით, ახალი პოლიტიკური კულტურით და სხვა საზოგადოებრივი კონტროლით. სანამ ამის გააზრებას არ დავიწყებთ, ქვეყანა დარჩება მათ ხელში, ვინც წლებია მხოლოდ საკუთარ პოზიციებს იცავს და ხალხს კი მხოლოდ წინა საარჩევნოდ იხსენებს. მე რისი იმედი მაქვს და ამ სიშორიდან იმედიანად შევცქერი, ეს არის მეცნიერთა კონგრესის მოღვაწეობა, შექმნილი პროექტები, პროგრამები მართვის სისტემის შესაცვლელად. ჩვენ თუ არ გავიაზრეთ, რომ ამ სისტემით სულა არის ქვეყნის გადაჭეხვა უფსკრულში, ისე ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. მეცნიერთა კონგრესმა შექმნა უნიკალური რამ, ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია, რაც გულისხმობს ხალხში არსებული გონიერი რესურსის ამოქმედებას. ვისთვის ხალხი ღირსად იყოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ქვეყნის სახეს. ასეთი გონიერი პატიოსანი პატრიოტი ადამიანები დასახელდა ხალხის მიერ. ამაზე მიდიოდა პროპაგანდა ქართული ტევეს პირდაპირი ეთერით. უამრავი ადამიანი გამოვიდა ღიად და საჯაროდ. დასახელდა პიროვნებები, ვინც მიაჩნდათ ღირსად ყოფილიყო ასეთ პარლამენტში. იმედით ვუმზერ მეცნიერთა კონგრესის ძალისხმევას. სწორედ მათ დააარსეს პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს მართვალ სისტემას, არამედ ქმნის ალტერნატივას რეალურ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის მართვის ფუნდამენტური გარდაქმნისაკენ. ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია ნიშნავს უპარტიო, გონიერ ადამიანებზე დაფუძნებული წარმომადგენლობითი ორგანოს. იგი გულისხმობს საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, ნდობას მისივე დასახელებული კანდიდატების მიმართ, ვინც რეალურად წარმოადგენს ქვეყნის ღირსებას, პატიოსნებასა და პროფესიონალიზმს. სექტემბრიდან მეცნიერთა კონგრესის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყებს მოქმედებას საზოგადოებრივი პარლამენტი. მისი სხდომები ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებრივისათვის. სექტემბრიდან მეცნიერთა კონგრესის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყებს მოქმედებას საზოგადოებრივი პარლამენტი. მისი სხდომები ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის. ქართული ტევეს პირდაპირი ეთერის საშუალებით ხალხს ექნება შესაძლებლობა თვალყური ადევნოს განხილვებს, საზოგადოების მოთხოვნებს და იმ პრინციპებს, რასაც ეს ორგანო დაიცავს. ეს მოდელი მიგვიყვანს რეალურ დემოკრატიამდე, არა ქუჩის აქციებით და ღრიალით, არამედ შინაარსიანი დიალოგით, წერილობითი მიმართვებით და საზოგადოებრივი ზეწოლის ცივილიზებული მეთოდებით. დადგება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც. ხელისუფლება, რომელიც იგნორირებას გაუკეთებს ამ პროცესს, არ შეისმენს ხალხის არგუმენტირებულ პოზიციებს, იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე და შესაბამისად ხალხს ექნება უფლება და პასუხისმგებლობა არჩევნების გზით ჩაანაცვლოს მსგავსი ხელისუფლება უკეთესით. ეს იქნება პლატფორმა ყველა პოლიტიკოსისათვის. საზოგადოებრივი პარლამენტი ასევე გახსნილი იქნება პოლიტიკური ლიდერებისათვის. მოწვეულნი იქნებიან ყველა პარტიის წარმომადგენლები,
რათა ღია დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა. ამ ფორმატში არ იქნება დაპირისპირების ძველი ლექსიკა. შენ მოღალატე ხარ, შენ რუსეთუმე ხარ, შენ უსამშობლო და ასე შემდეგ. აქ იქნება შინაარსიანი მსჯელობა საქვეყნო საკითხებზე, რაც პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველი გახდება ქვეყანაში. რა მოხდება თუ საზოგადოებრივი პარლამენტი რეალურ ძალად ჩამოყალიბდება? მივიღებთ უპარტიო ელემენტებს, რომელიც არ იქნება ვიწრო ინტერესებზე ან ლიდერებზე მორგებული. დაიწერება ხელახლა ხალხზე და ქვეყანაზე მორგებული დოკუმენტი, კონსტიტუცია, რომლის მიღებაც მოხდება რეფერენდუმით და რეფერენდუმის გარეშე არავის ექნება უფლება მასში ცვლილებები შეიტანოს. დაბრუნდება რეფერენდუმის უფლება, რაც ხალხს პირდაპირი ჩარევის საშუალებას მისცემს. პარლამენტი გახდება საზოგადოებრივად პასუხისმგებელი. თუ იგი ხალხს არ ემსახურება, შეგვეძლება მისი უკან გაწვევა. პოლიტიკური პარტიები აღარ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. დასრულდება ბიუჯეტის გამოყენება პარტიული ინტერესებისათვის. დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო ქონება, მათ შორის ფეოდალურ მფლობელობაში გადასული ეროვნული რესურსები. გამონთავისუფლებული ფინანსური რესურსებით მნიშვნელოვნად გაიზრდება პენსიები 1000-დან 1500 ლარამდე. დამკვიდრდება სამართალი ყველასათვის, შეწყდება კლანური თუ კორუფციული გავლენები, შეწყდება უკონტროლო მიგრაცია, აღდგება საზღვრის და მოქალაქეობის კონტროლის მექანიზმი. ქვეყანაში დაბრუნდება ქართველობა, შიდა და გარე ემიგრაციის ტალღა შეჩერდება და ადამიანი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას დაინახავს. მიღებული იქნება ეროვნული დოქტრინა რეფერენდუმით. ეს იქნება ქვეყნის განვითარების საყრდენი. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება მოაწესრიგებს ურთიერთობას ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთანაც. ურთიერთპატივისცემაზე და ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის გზით. და დღეს რომ ვინმე იტყვის, ეს შეუძლებელია. სწორედ ასე ეგონათ დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც. სანამ არ შეიქმნა ის, რასაც დღეს ოქროს ხანას ვუწოდებთ. მაშინაც საჭირო იყო გამბედაობა, გონიერება, სიმტკიცე და მიზნის რწმენა, სუსტად ის, რაც დღეს გვჭირდება. ყველაფერი ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა აღარ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება და არ იქნება უცხო ინტერესების ძევალი. მხოლოდ თავისუფალი დამოუკიდებელი სუვერენული საქართველოს შეძლებს წინსვლას ღირსეული მომავლისაკენ. ეს შესაძლებელია არჩევანის გზით. პასუხისმგებლობა კი ჩვენზეა, ხალხზეა, როგორ არჩევანს გავაკეთებთ. ჩვენ სხვა საქართველო გვინდა.